მოგესალმებით ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრიდან. ეთერშია სათემო რადიო, რომელიც ფუნქციონირებს გერმანიის მთავრობისა და დივიის საერთაშორისო მხარდაჭერით, პროექტის მისი ხმის ფარგლებში. პროექტის პარტნიორია გერმანული სათემო რადიო Z. პროექტის მისი ხმის ფარგლებში შეიქმნა 12 სათემო რადიო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ამ ქსელის მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას და მათ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენი რადიოს მოსმენა შეგიძლიათ ონლაინ ვებგვერდზე HerVoice-G. ჩვენ კი შევეცდებით შეგიქმნათ სასიამოვნო განწყობა და ერთად გატარებული დრო იყოს დასამახსოვრებელი. თქვენთვის ეთერში მუშაობს ნინო ფატარიძე. რუბრიკა პორტრეტებით გაგაცნობთ ჩვენს გვერდით მცხოვრები ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, თუმცა მათი საქმიანობით და ისტორიებით გამორჩეულ ქალებს. რუბრიკა პორტრეტებით გაგაცნობთ ჩვენს გვერდით მცხოვრები ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, თუმცა მათი საქმიანობით და ისტორიებით გამორჩეულ ქალებს. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია რადიო ახალციხის ხმა, მე კიდევ მისი მოხალისე ჟურნალისტი სოფიკო ერემაშვილი ვარ. დღეს ჩვენთან სტუმრად არის ქალბატონი ნანა ყავრელიშვილი. გამარჯობათ, მე ვარ ნანა ყავრელიშვილი, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს თქვენთან ვარ გადაცემაში და ძალიან მიხარია, რომ რეგიონის მასშტაბით მოგეცათ ახალგაზრდებს იმის საშუალება, რომ მსგავსი ტიპის აქტივობები ყოფილიყო თქვენთვის და გარკვეულწილად პროფესიული ზრდა-განვითარებისთვის შეეწყო ამას ხელი. მე პროფესიით ვარ ბუღალტერი, ბაკალავრის ხარისხით, მაგისტრის ხარისხით ვარ ბიზნეს ადმინისტრაციის მენეჯმენტის კურსზე დამთავრებული, თუმცა ამ ეტაპზე მე მუშაობ სოფლის მმართველობით და ვარ ფერმერთა ჯგუფების განვითარების ფასილიტატორი. მადლობა დიდი, როგორც ვიცი, თქვენ გაქვთ რადიოში მუშაობის გამოცდილება ბულგარეთში და რა ახალი უნარები შეგმატათ რადიოში მუშაობა? ხო, ძალიან მოკლედ მოგიყვებით ჩემი ბულგარეთის გამოცდილებას. 2019-2020 წლებში ერასმუსის გაცვლითი პროგრამით მოხალისეობრივად ვიმყოფებოდი ბულგარეთში, სადაც 6 თვის განმავლობაში მიწოდა ესე თქვენი სავით მოხალისეობრივად რადიო გადაცემების მომზადება, მათი ასე ინტერნეტის შეშფება. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის როგორც პროფესიული განვითარებისთვის, ეს დამეხმარა რომ ჩემთვის საინტერესო საკითხები მეპოვა და აი ეს საკითხები გამიცნო სწორედ აუდიტორიისთვის. სხვადასხვა ტიპის გადაცემები გქონდა, იყო პირადი რუბრიკები გქონდა და ამ თემებს ინდივიდუალურად ვაკეთებდით, იყო გარკვეული მუსიკალური გადაცემები და ასე დუეტში ვიყავით წამყვანები. შემიძლია ის გითხრათ, რომ ძალიან საინტერესოა. პიროვნულად მე დამეხმარა იმაში, რომ მეპოვა საკუთარი თავი და სხვადასხვა უნარები აღმოვეჩინა და გარდა იმისა, რომ რადიო გადაცემების მომზადება იყო ჩვენი მოხალისეობრივი საქმიანობა, ასევე სხვადასხვა ტიპის აქტივობებსაც ვახორციელებდით, მათ შორის სკოლებთან თანამშრომლობით, ჩვენ თანატოლებს არა, მაგრამ მაღალი კლასის მოსწავლეებს ხდებოდით, ჰქონდა მულტიკულტურული ინფორმაციების გაცვლა და ესე შემდგომ. ვთქვი, რომ სწორედ აი ეს ერთთვიანი გამოცდილება ჩვენთვის საკმაოდ ბევრის მომცემი იყო და მინდა ვისარგებლო სწორედ აი ამ რადიოს საშუალებით და ახალგაზრდებს მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად მსგავსი ტიპის პროექტებში და პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში, იმიტომ რომ ეს არაფორმალური განათლების გარემო გეხმარებათ იმაში, რომ მეტად აღმოაჩინოს თქვენი თავი, განავითაროთ ესეთი უნარები, რომელიც არის თუნდაც ესეთი ჟურნალისტიკური საწყისები თქვენს პროფესიულ საქმიანობაში. თქვენი აზრით რა განსხვავებაა ბულგარულ და ქართულ მედიებს შორის? ხო, გამომდინარე იქიდან, რომ ენის ბარიერი არსებობდა, იმიტომ რომ მე ესე პირადად ბულგარულ ენას არ ვფლობ, ჩვენი საკომუნიკაციო ენა ინგლისური ენა იყო, კიდეც სატელევიზიო მედიის საშუალებებს თვალყურს ვერ ვადევნებდი, მაგრამ რადიო გადაცემებზე შემიძლია ის გითხრათ, რომ საკმაოდ აქტუალურია და აქტიურია. ბევრი სხვა მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, სადაც მე მოხალისედ ვიყავი, სხვადასხვა რეგიონებში, ლოკაციებში, სადაც ესე მოხალისეებს ჰქონდათ საშუალება, რომ ლაივების მეშვეობით თავიანთი რუბრიკები ჰქონოდათ. მე ძალიან ბევრი სხვა ქვეყნის მოხალისე გავიცანი იქ
ჩემი კოლეგა, შეიძლება ასე უწოდოთ, იყო ხოლმე შემთხვევები, რომ ეს პარალელურ რეჟიმში ერთობლივი გადაცემებით გამოგვდიოდა. შეიძლება ითქვას, რომ ბეჭდური მედიაც აქტიურად მუშაობს ბულგარეთში, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ენის ბარიერი არსებობდა, ესე შინაარსობრივად ცოტა გამიჭირდება, რომ გითხრათ განსხვავებები ამათ შორის, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ რადიო კარგად მუშაობს, ასევე ინტერნეტ სივრცეში, ასევე სიხშირეებზე და მათ შორის ბეჭდური მედიაც საკმაოდ აქტიური მიმართულება ბულგარეთში. თუ შეგიძლიათ გვესაუბროთ სამცხე-ჯავახეთის ფერმერთა ასოციაცია ერთობის შესახებ. კი ბატონო, ახლა ჩემს უშუალო პროფესიაზე და საქმიანობაზე მოგვიყვებით. მე ამ ეტაპზე ვმუშაობ საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასია ახალციხის ოფისი. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობს და ვარც ტექნიკური ჯგუფი. და დაახლოებით 2011 წლიდან ფრანგ-ფერმერთა ასოციაცია ფერთან ერთად რეგიონის მასშტაბით დაიწყო ერთგვარი კავკასიური რძე ესე ერქვა პროგრამა, ამის განხორციელება და დღეს უკვე ეს სახელი შეეცვალა და აი ამ თანამშრომლობის ფარგლებში არაფორმალურ ფერმერთა ჯგუფთან სხვადასხვა ტიპის აქტივობებს ახორციელებდნენ და სწორედ 2015 წლიდან ერთ-ერთი სასწავლო ვიზიტის შემდგომ, რომელიც საფრანგეთში განახორციელა ამ ორმა ორგანიზაციამ, ვიზიტში მყოფ ფერმერებმა გადაწყვიტეს, რომ ჩამოეყალიბებინათ სამცხე-ჯავახეთის ფერმერთა ასოციაცია ერთობა. ეს არის რეგიონალური ასოციაცია, რომელიც მეცხოველე ფერმერებს აერთიანებს და ისინი რძის წარმოებას და დამუშავებას ახდენენ. ამ ეტაპზე დაახლოებით 100-ზე მეტი ფერმერია გაერთიანებული, თუმცა ჩვენ უკვე არა მარტო მეცხოველე ფერმერებთან თანამშრომლობით შემოვიფარგლებით, არამედ ერთობა თანამშრომლობს რეგიონში მაცხოვრებელ მეფუტკრე და კარტოფილის მწარმოებელ ფერმერებთან, რომლებიც სამომავლოდ უკვე ასოციაცია ერთობის წევრები გახდებიან. ახლა მაინტერესებს თუ რამდენად ხშირად არიან ქალები ფერმერთა ასოციაცია ერთობის მონაწილეები და რა განხრით არიან ამ ერთობის მონაწილეები. ასოციაცია ერთობის მიდგომა ასეთია, როდესაც ვინმე წევრიანდება ასოციაციაში, წევრიანდება არა რომელიმე ერთი კონკრეტული ადამიანი, არამედ მთლიანად მეურნეობა. დღეს როგორც იცით, საქართველოში და მათ შორის სამცხე-ჯავახეთშიც მეურნეობებში ქალის და მამაკაცის როლი არის გადანაწილებული, ეს თითქოს ავტომატურად ხდება. აი მაგალითად თუ ავიღებთ, რომ პირუტყვის მოვლის დროს კაცის როლი არის თივის დამზადება, ოჯახში მოტანა, ქალის როლი არის რძის პირველადი წარმოება და მისი გადამუშავება, თუმცა ვხვდებით რეალობაში ფაქტიც, რომ ქალიც თავისუფლად ამზადებს პირუტყვის საკვებს, ასევე კაციც თავისუფლად ახდენს რძის წარმოება გადამუშავებას. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ტექნიკური ჯგუფი, როგორც მეურნეობიდან მამაკაცებთან, ასევე ქალბატონებთანაც მუშაობენ და ეხმარებიან მათ თავიანთი წარმოებული პროდუქცია გაუმჯობესონ რძის მიმართულებით. თუმცა კი არის ხოლმე ისეთი შემთხვევები, რომ გარკვეულწილად წარმომადგენლობითი ხასიათის შეხვედრები როცა გვაქვს, თუნდაც ფორუმები ან საერთო კრება, ქალების ნაწილი ცოტა ნაკლებად არიან წარმოდგენილები, ეს ერთგვარად ალბათ იქიდან არის გამომდინარე, რომ ქალებს გარდა სოფლის მეურნეობის აქტიურობის ერთად ოჯახში აკეთებენ სხვა მიმდინარე ვალდებულებებიც აქვს, აი ოჯახის მოვლა, ბავშვობის მოვლა და ასე შემდეგ. თუმცა კი შეიძლება ითქვას, რომ სოფლის მეურნეობაში ქალი და მამაკაცი ნაკლებად ავტომატურად როლებს მიეწევიან. როგორც ახსენეთ, სოფლის მეურნეობაში ვხვდებით გარკვეულ სტერეოტიპებს. აი ამ სტერეოტიპები რამდენად ხშირად არის და უკეთესობისკენ თუ მიდის არ ამ სტერეოტიპების საკითხი. ხო. სტერეოტიპებს რაც შეეხება იქ სადაც გენდერული მიმართულებით არსებობს სტერეოტიპები, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობაში ნაკლებად ხდება ეს. აი თუნდაც შეიძლება ითქვას, რომ ფიქრობენ, რომ ქალს არ შეუძლია მაღალი სიმძლავრის ტექნიკის მართვა და მისი გამოყენება მეურნეობაში, თუმცა რეალურად არსებობს ფაქტები, თუნდაც სხვა ქვეყნის გამოცდილებებზე დაფუძნებული, რომ ჩვეულებრივად შეუძლია ტრაქტორის მართვა, მიწის დამუშავება, შეუძლია პირუტყვის საკვების მომზადება და ასე შემდეგ. ერთ-ერთი სტერეოტიპი ალბათ ახალგაზრდების მხრიდან რაც კიდე მხდება, ეს არის, რომ აი სოფლის მეურნეობა არ არის მომგებიანი, არა მარტო ახალგაზრდებში, არამედ შეიძლება ხანდაზმულმაც გითხრეს, თუმცა მე ვიტყოდი, რომ ეს სტერეოტიპი იქიდან არის გამომდინარე, რომ ვერ ახდენენ ან არ ფიქრობენ სოფლის მეურნეობაზე როგორც ბიზნესად. დღესდღეობით ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ნებისმიერ საქმიანობაში, როგორც ბიზნესში, ასევე სოფლის მეურნეობაში, სწორედ დაგეგმარება, მენეჯმენტი, გარკვეული სტრატეგიების დასახვა და ამის შემდგომ უკვე იმ საქმიანობის განხორციელება, რომლის სფეროშიც მოღვაწეობენ. ამიტომ ვირჩევდი ყველა
ფერმერს, სხვა სფეროში მოვაწყ ადამიანებს, რომ სწავლის სტრატეგიით იმ საქმიანობას ასეთი წელიდან ნამდვილად მომგებიანად აქცევენ. მადლობა და ბოლო კითხვა დღეისთვის თქვენი აზრით რა არის ყველაზე დიდი პრობლემა დღეს საქართველოში, რასაც სოფლის მეურნეობის სფეროში ხვდებით და როგორ შეიძლება ამ პრობლემის აღმოფხვრა? დღეს საკმაოდ ბევრი გამოწვევები არსებობს სოფლის მეურნეობაში, თუმცა ერთ-ერთი გულსატკენი რადგან ჩემთვის ეს არის ახალგაზრდების ჩართულობის ნაკლებობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, იმიტომ რომ რეალურად დღევანდელ ჩვენს პრაქტიკაში რასაც ხვდებით, სოფლებში სადაც უმუშავ, უკვე ფერმერთა ნაწილი ხანდაზმულების ასეთი შარიანი გადასულები, ნაკლებად აქვთ ახალგაზრდებს ინტერესი, რომ თუნდაც მიწა დაამუშავონ, თუნდაც პირობითად იმუშავონ და ასე შემდგომ. ამიტომ ეს ისეთი პრობლემა, რომელსაც ერთი კონკრეტული ორგანიზაცია ვერ მოაგვარებს, ამას ჭირდება საკმაოდ სახელმწიფოებრივი სტრატეგიული მიდგომა, თუმცა ჩვენ ადგილობრივ დონეზე ვცდილობთ მაქსიმალურად ინტერესი გავზარდოთ, თუნდაც ახლა ჩვენი ორგანიზაცია თანამშრომლობს ადგილობრივ კოლეჯთან, უნივერსიტეტთან და ვცდილობთ, რომ სტუდენტები მიეწყვათ ინტერვიუების ამ ფერმერული მიმართულებით, შევთავაზოთ მოყოლადიანი ტრენინგები, საათიანი, 2 საათიანი, ყოველთვის ღია ჩვენი კარი ამ ფერმერებისთვის და ახალგაზრდებისთვის, ვინც ამ მიმართულებებით არის დაინტერესებული და სამომავლოდ ალბათ ვისურვებთ იმას, რომ თავად ოჯახმაც იზრუნოს თავიანთი ახალგაზრდების ინტერესის გაღრმავებაზე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. მეორე საკითხი, რაც გამოწვევად მიმაჩნია, ეს არის, რომ ფერმერი როგორც საქმიანობა და პროფესია არ არის დაფასებული და აღიარებული. მე მინდა გავიხსენო ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის მოთხრობილი და გადმოცემული გამოცდილება, როგორც პროვინციის ფერმერთა ასოციაცია ფერტთან თანამშრომლობ და ეს არის ჩვენი როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური მხარდამჭერი და სწორედ საფრანგეთში პროფესია ფერმერი არის სტატუსი მიღებული ისევე როგორც მაგალითად ბუღალტერი, ისევე როგორც მასწავლებელი და ასე შემდგომ ანალოგიურად იქაც ფერმერი არის პროფესია, იქაც სჭირდება გარკვეული სწავლება ადამიანს, რომ გახდეს ფერმერი და მიეცეს უფლება, რომ თავისი საქმიანობა განახორციელოს. ამიტომ ალბათ ვისურვებდი, რომ საქართველოში გარკვეულწილად აი ეს ფერმერული საქმიანობა იყოს დაფასებული და აღიარებული როგორც პროფესია. სხვა ბევრი კიდევ რიგი გამოწვევები არსებობს, რომელზეც შეიძლება საკმაოდ ცალკ ვისაუბროთ, თუმცა მე ამ ორ საკითხს გამოვყოფდი, რომელიც პირადად ჩვენი გულის მწუხელია. და მიმაჩნია, რომ ამაში მარტო ერთი ორგანიზაცია, ერთი ადამიანი არ უნდა ერთობოდეს და საკმაოდ ბევრი ადამიანის და მათ შორის სახელმწიფოს ჩართულობაც არის მნიშვნელოვანი. მადლობა, ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ, კიდევ ერთხელ ვისარგებლებანი ამ რადიოს საშუალებით, მინდა ყველა ახალგაზრდას მოუწოდა, რომ მსგავსი ტიპის აქტივობებში აქტიურად ჩაერთვან და რაც შეეხება სოფლის მეურნეობის საქმიანობას, ასევე მინდა რომ ახალგაზრდებს გაეზარდოთ ინტერესი ამ მიმართულებით. მინდა წარმატებები გისურვოთ და ყველაფერი საუკეთესო. მადლობა. მადლობა თქვენ. ჩვენი დღევანდელი ეთერი დასასრულს მიუახლოვდა გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილები და უკეთესი მომდევნო დღეების იმედით. ბოლოს კი გიტოვებთ სერიალს, რომელიც ვფიქრობ სასიამოვნო განწყობას შეგინარჩუნებთ. გამარჯობა, მე ვარ ელენე, 4 წლის. ჩემმა დედიკომ და მამიკომ კარავი მაჭუქეს, თეთრი კარავი, ძალიან ლამაზი თეთრი კარავი. მე კიდევ უფრო გავავამაზე. გარედან თეთრი ვარდები ჩამოვკიდე, შიგნით თეთრი სათამაშოები დავაწყვე და ჩემი თეთრი კაბებით შევიტანე. თეთრი ფერი იმიტომ ავირჩიე, იმიტომ თეთრი ყველაფერს უხდება. თეთრი სულ სუფთა, კრიალა. თზე რასაც გინდა დახატავ და რასაც გინდა იმას დაწე. რამდენი ხანია რაც მე და ჩემს მეგობრებს რა ისეთი გაკეთება გვინდა, რასაც უფროსების გარეშე საუძლებთ. ისედაც სულ ხელში გვეშლია.
ერთი წუთი თუ არ დაგვინახეს, მაშინვე იწყება. ამას ადახართ, დასაკეთებთ, ამას ხო არ აფუჭებთ. აქ იყავით, რომ ჩვენც ხედავდეთ. სულ რატო გვამოწმებენ? ვერაფრით ვერ გავიგე. ხო და როცა მითხრეს, დაბადების დღეზე საჩუქრად რას აირჩევო? ბევრი არ მიფიქრია. უკვე არჩეული მქონდა ეს კარავი და პირდაპირ ვაჩვენა. ეს მინდა მეთქი. დიდად აფრთხილებელი ადაჩდნენ. არ ვიცი რას ელოდნენ. ალბათ ფიქრობდნენ, რომ რომელიმე ზღაპრის, გმირის, ჭკვიალა სასახლეს ავირჩევდი და ჯერ დედამ ჩემმა მითხრა. ელენე, ნახე დედიკო, ეს არ ჯობია? და იასფანისფერი სახლი მაჩვენა. ტყვითელი ფრანჩებით. რა დრო ჩემი იასფანისფერი სასახლი. 2 წლის კი არ ვარ. მერე მამა ჩემმა ეს ნამდვილად მოგეწონებდა და ბორბლებზე შემდგარი წითელი მანქანასავით სახლის ფოტო დამიდო. რა არის ბიჭი კი არ ვარ. ყარამეთი. ან თეთრი კარავი. ან საერთოდ არ მინდა თქვენი საჩუქრა. ქვიდა კედლისკენ მივდრიალდი. ამან ისე იმოქმედა ჩემს ბებოზე. მაგიდაზე ხელი დაკრა და დაიძახა. რა გაუჭირეთ საქმე არ გესმით? რაც უნდათ ის უყიდეთ ბავშვს. ჩემ მშობლებსაც მეტი აღარაფერი უთქვამთ. და მეორე დღეს და როცა ერთად ვაწყობდით, კურიელის მოტანი უთში ჩალაგებულ ხის ჯოხებს და თეთრ ნაჭრებს ცოტა კი შემეშინდა. ვაი თუ ესეთი არ გამოვიდეს, როგორიც ფოტოში. მაგრამ საბოლოოდ იმაზე უკეთესიც ამოხმოჩნდა. ისეთი რომ ჩემი მშობლებიც აფრთხილდნენ. კარავი სასტუმრო ოთახის ცენტრში დავდგით. ყველას გასაგონოთ თქვი, რომ აქ შემოსვლის უფლება ხოლო პატარებს ექნებოდათ. დიდი ყმაფილება ვერ შევატყო, მაგრამ არც პროტესტი გამოვთქვამთ. ახლა კი ჩვენ მეგობრებს ველოდები. სულ მალე ჩემი მეგობრები მოვლენ, ლინა და კატო. და ერთად მოვიფიქრებთ ძალიან მაგარ რაღაცებს, რაც მარტო ჩვენ გვეცოდინება და აქ მარტო თეთრ კარავში მოხდება. უფროსები აქ ვერ შემოეტევიათ. ამიტომაც ეს ადგილი იქნება, რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ. ვიმღერებთ, ვიცეკვავთ და ძალიან ბევრ რაღაცებს გამოვიგონებთ. ისინი რომ მოვლენ, იმათაც კარგად გაგაცნობთ. ორივე ჩემზე უფროსია. ლინა 1 წლით, კატო 2-ით. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვუი, გონი მოვიდნენ. მოდით, გოგოებო, მოდით. ნახეთ რა სურპრიზი მაქვს თქვენთვის. ვა, ეს რა მაგარი კარავია. საიდან? ჩემმა დედიკომ და მამიკომ მიყიდეს. მოგწონს? კი, ძალიან მომწონს. შიგნიდანაც რა ლამაზი ყოფილა. შეიძლება შევიდე? კი, მოდი. ეს კატოა. ეხლა მალე ლინაც მოვა. გონი მოვიდა. რა კარგია, ჩვენი თეთრი კარავია. მოდი რა ერთად ვიმღეროთ. გამომხედე მას პინძელო და ჭიქაწყალი წურია. და გოგომ გვინო მომაწოდა და რა ყოფილა გურია. ამ სიმღერას ბაღში გვასწავლით. ჯერ ბოლომდე არ ვიცით, მაგრამ არა უშავს. მარა ვისწავლით და უკეთესად ვიმღერებთ. გითხარით, ისეთ რამეს გაკეთებას ვაპირებთ, უფროსებს რომ ძალიან გამოატყებათ. მანამდე კი უნდა გადავწყვიტოთ, ლაივში გავიდეთ, თუ ვიდეოები დავდოთ. კატო ამბობს, მოდი რადიო გავაკეთოთ და ამ კარავიდან ველაპარაკოთ ხალხსო. რა გაცინებთ? ჩვენ მართლა ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია. მოგვისმინეთ და დარწმუნდებით. ეხლა ცოტა ხნით უნდა და გემშვიდობოთ.